სიყვარულით სამუდამოდ თორბულს თუ შეაერთე ცხოვრებაში პრობლემების დავიწყები გაერთეთ არ გამოვჩეთ ლიგანიკა დაივიწყეთ პოლიტიკა მოკლედ რა, რაც ეს ბენდი დამეშალა ამერია ყველაფერი რა. კაი, რამდენი ხანია ეს ბენდის წევრები გაგექცა შენ? ხო, კაი, დაიშალეთ. რით ვერ მოინელე კაცო, რა არის რა? რას ქვია მოვინერე, ლიკა? მე ამას კიდე დიდი ხანი ვერ დავივიწყებ. ისე? ტვინიც რომ ასეთი კონდეს, კაი იქნება. რა ტვინი გეტვინდიაშოში? შარშანწირო 200 ლარი გასესხე. ჯერ კიდევ არ დაგიფრუნებია. რაღაცნაირად დავაკავშირე ეს ორი მოვლენა ერთმანეთთან. დალია მიდი. გადავიხდი ლიკა, მე ყველაფერი მახსოვს. ყველაფერს გავასწორებ. აი ხა დავიწყებ სოლო კარიერას. გაიგე, სოლო კონცერტზე მოვარტყა. და აი მე შემოსული ფულით გავასწორებ ყველას და ყველაფერს. მე მგონი ჯგუფი ჯობდა. ჯგუფი რადო? ხო და რა მოგივიდა შენ სად ეხა 5 კაც რო გაგინებენ და სად გადაინაწილებთ ერთმანეთში. ლიკა, ჩემი საქმე არის მუსიკა. ხო, მე ასე კარგად სხვა არაფერი არ გამომდის. სანამ ავტეხე პანიკა გაიღვიძე ნიკა ეგრე ადვილი რო იყოს მაგის გაღვიძება. ისე მართალი ხარ შენ რა. რასაც დაიწყე ბოლომდე უნდა მიაწვე. აი ჩემმა ქმარმა დაიწყო უსაქმურობით და ბოლომდე აწვება ამ უსაქმურობას. ეხლა მომისმინე, ეხლა მე რა აზრი მაქვს. რა აბა? ესე იგი თავიდან ჩავწერ 12 სიმღერას. გაიგე? და გამოვუშვებ დისკს, შენ გაჩუქებ. არა, მე არ მინდა. ის ხო გიყვარს კაცო ის სიმღერა. გოხტარიჟა, გამაკიჟა. კი, ძალიან მომწონს. მაგრამ იცი რა ვიფიქრე? ეს ალბომი გაყიდე და ფული ჯიბეში ჩაიდე. ისე კლიპიც რო გადაიღო არ გინდა? აი ჩემი ნიკა ისე მოგიხდება და გაკლდება. ჰა? ნიკა კი მოგვიხდება, მაგრამ ამის დედა აზრი რა არის? ის სიმღერები უნდა გაიყიდოს. ესაა დედა აზრი რა. ბოდიში? ნუ, არაფერს. აიყო ბიჭო, შენ რა არის რა, მხელას ჩხავი ხარ, ამ დილაუთენია, რა არის რა, შეყალე მთელი სამეზობლო რა. რა სამეზობლო, გაძრა ჩიტების ჭიქჭიქს არ გაუგვიძელი ხარ თუ რა ხდება? მერე იადონი ხარ, კაჭკაჭე თუ ბულბული შენ. ხარცივი. ფრინველთა მეფე. ვაი, პატრონი. სოლო კარიერის გაგრძელებას რო აპირებს, იცი? ვაიმე, მე სიცოცხლე არ დამიმოკლოს და რა ძგინა ის გააგრძელოს რა. აბაზარაში ვარ. შედი. მოჭერი. მიდი, ჯოკერი ვითამაშოთ, მე დავწერ. რა ჯოკერი ბიჭო, რა შენ დაწერ ორნი ვართ რა. ხო. მედი მაშინ იაპონური რა. ესე იგი, წაგებული ძმაო კისრულობს იაპონურ რესტორანს, დაე. აუ, ალბომი გაყიდე თუ ფული საიდან გაქვს იაპონურ რესტორნის. კაი, კაი. ისე ვითამაშოთ. დავაი. 2, 3, 4. აი, დედაც. ბიჭებო, როგორ ხართ? ვარ რა შენ? როგორ ახარ? შენი ვიად გამოიყურები, ეთყობა ქმარი ყავს შვებულებაში არა? ჩემი სილამაზე, ჩემი ქვის სამსახურთან რა შუაშია, რა კავშირშია? არა, კაცო. რა ვიცი, შეხედვით კარგად გამოიყურები რა, ყველა ორგანო საღი გაქვს. კაი რანიკა რა. აუ, რატო შემოვედი, იცი? დედა ჩემს ბაღშია გზეიმი. მე? ხო და რაღაცა სიმღერა მინდა ახალიო და ვინმე არ იცი რომ დამიწეროს. ვერ გავიგე კაცო ხა, ქართულ ესტრადაზე ახალ სიმღერებს აღარ მღერიან და ბავშვები პირდაპირ ევროვიზიაზე მიყავს. რა ვიცი, სად მიყავს, რავი, შემჭამა, რა იქნება ვინმე იპოვო, ვინც დამიწერს ახალ სიმღერასო და აი რა ვქნა არ ვიცი, ვის ვთხოვო? რა ვიცი, მე კი ვიცი. ჩამოდი კაცო. ერთი მაგრამ რა ვიცი, მაგრას ეცლება მაგისტრის, რა ვიცი. ვინა? მე როცადო. უი, ძალიან თურმე კაცო, შენ გაიხარე. ეხლა
მართალია ბენდი გაექცა, მაგრამ თვითონ მოახერხებს რამეს. მოიცა ბენდი გაექცა? არა, კი არ გაექცა. თავისი წავიდნენ. მოკლედ იმათმაც დაისვენეს და ესეც დაასვენეს. რას იზო ბიჭო, დაწე? რა მაცალე ერწავს. ხაცა იდე ერთი რა მაინტერესებს, რამ ხელა ბავშვები არიან, ბაგაბაღის ბავშვები არიან თუ ცოტა მოზრდილები? ბაგაბაღის ჯობია. ბაგაბაღის. ხო ასეა. რატო ჯობია? მოზრდილები გაიგებენ ამის მუსიკას და არ ამგონია რომ რა ვიცი. ყოველ შემთხვევაში რა ქენი, შენ იცი? დაწერე ბაგაბაღის ასაკზე. ხო. ერთი წუთი. ერთი უმნიშვნელო დეტალი ჩემო ძვირფასო. ხელწერილი უნდა დადო დედამისთან, რომ ამ სიმღერის გამო სამსახურიდან არ გაანთავისუფლებენ. ერთი წუთი რა. ესე იგი რაღაცა ვერსიები მაქვს ახლა. უკვე? კი, ერთი წუთი. ალაგეს მოშორე რა. ესე იგი ბავშვი ტყეში სეირნობდა მოეპარა მგელი მგელს დათვიწა მოეპარა იმას კიდე გველი აი ცოტა საშიშია რა. არა კაცო ეს მგელი და დათვი ბოლოს გადარჩებიან სიმღერის ბოლოს ეს გათვლილია ისინი გადაჩივარა შეგეშულება. რა კონცეფციას არ ვიცი. ესე იგი მეორე ვერსია კი ახლა უცბად აი ახლა ესე იგი დითომ ესე იგი არა ეს არ არის დიტომ თავი გაიტეხა ბექამ ყბა და ცხვირი უკვე კაია. აბა ვის რას უშავებდნენ მარლენია ვირი აი ესე ვაიმე მე მგონი ეს ნორმალურია. გადასარევი. თვითონ ხო აი წყობა ისეთი აქვს რაღაცა ბავშვები თან მარლენი გაგიჟდება. მარლენი არის თვის ეს იცი რა მეც მაქვს რაღაცა მონახაზები. მართლა კი, ოღონდ დედაჩემს ვაჩვენე და თავი გაიგიჟა არ მინდაო და თქვენ მიდი მოგესწრები, გეხვეწები რა რაღაცა ნორმალური გამოუში რა დავაი. ხო, აბა რა, კაცო. მიდი ნა, უკვე საინტერესო. აბა დილით ადრე ალიონზე გურამისმა გაისმა თუ ითურმე ლევანი კომში ქშარვალში ჩაიბსა. მეგონი თქვენ ერთად უნდა ემუშაო, ძალიან კარგი დუეტი გამოგივათ. აი დაახლოებით დუეტი ჯორჯია. კარგი ვარიანტია ეს გავაკეთოთ ეს მიგარნახე გავაკეთოთ. ესე იგი როგორ დო მაჟორია კი ბატონო და და მაჟორია მოდი ჯერ ტექსტს ჩაგაწერინებ. ტექსტის მიწოდებჯო ძალიან დავიგვიანე? აი მენელიკო. აუ, რა გავაკეთო. საყდურებმა შენ არ გიშველა. ფულადმა სანქციებმა შენ არ გიშველა. რა გავაკეთო? ყოველ დღე სახლთან მოგაკითხო, მერე გაგაღვიძო ყავა დაგალევინო და წამოგიყვანო თუ რა ვქნა. არ მინდოდა, აი მართლა არ მინდოდა, მაგრამ რა, მაგვიძა რა მარდარე კამერე ტრანსპორტში ბევრი ხალხი იყო, მე ისეთი სიმპათიური მამაკაცი დაინახე, რომ არ გამოლაპარაკებოდი, ხერხული იქნებოდა თუ რა, შეიძლება ყოველ დღე ესეთი რამე? ყოველ დღე არა. აი გუშინ მაგალითად დროზე ადრე მოვედი. ელიკო, გუშინ კვირა იყო და ყველა ვისვენებდით. რატო ხდება სულ ასე? მე როცა ადრე მოდივარ, კვირაა და ყველა ისვენებს და როცა მაგვიანდება, ყველა მუშაობს. 2 საათი ველოდე იმ ვაჟბატონს, სულელი დეგენერატი არ მოვიდა და აგვიანდა. რას მელაპარა, მართლა? ოი, ისიც შენაერი ყოფილა. ალბათ რო იცის, შენ რომ აგვიანებ, ისიც აგვიანებს. და მე კარგია რომ დააგვიანა? ხო და მაგას არ გეუბნები, რატომ აგვიანებ მერე? ო, მართალია. ნელიკო. ამ დროისთვის მძარცველთა ვინაობა და წაღებული თანხის რაოდენობა უცნობია. საპატრულო პოლიცია თუ ხილველებმა გამოიძახეს.
დღეს დილით საბურთალოზე ბანკი გაუტანიათ რა. აი გაგიჟდება კაცი რა. აი მომიშალეს ნერვები რა. და შენ რატო გეშლება ნერვები? აქციებს ფლობდი თუ რა ხდებოდა ერთ? ერთი მეც გამატანინა ბანკი რა დავისვენებ ვიგულავებ თქნი ცხოვრება. იცი რა ქენი? ნუგზარიც წაიყვანე ხოლმე, ბანკის გაზაძარცვათ რომ წახვალ. აი რა მორჩი რა ნუგზარი არა. რა, ნუგზარი არა, მithვისება და გატანა მაგის საქმიანობაა. ნიკა, ტოტალიზატორიან კაზინო რომ გაიტანო არ გინდა? მარა შენი შევსებული ბილეთებით ისედაც ძარცვავ, მაგათ. რა არ ძარცვავ? კი, როგორ არა. თავზე რო დამადგები მძინარეს და რო იგინები. ამ მანჩესტერის არასწორი დედა ვატირე მე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გაგიმარჯოს. ისე შენ იღადავე და მე მგონი ბანკის გატანა არ უნდა იყოს რთული. აი მე კარგი რა ნიკა რა. დამოუკიდებლად მაცივრიდან ვერ გამოგაქვს საჭმელი შენ და ეხა. მაგიტო არ გინდა შენ დაბალხელფესიანი სამსახური ბანკის გატანა გინდა? აი გვირავს რომ გავთხე და ბევრ მაყუთს ვიშოვი. მერე შენ გამომკვები თავიდან ცოლად. გვირაბი ძალიან მომწონს. აი ბანკში თუ ვერ შეხვალ, წონაში მაინც დაიკლებ. იცი რა? აი თავიდან ბევრ ფულს რო ვიშოვი, არა შეიძლება ცოტა მოვიმატო, ეგრე ხდება ვაფშე რა. ამიტომ ხა არ დაიწყო დიეტები და რაღაცები, მაცალე ცხოვრება ძალიან. ვა, გეგმა შემუშავებული გაქვს უკვე ნიკუშა. და ის გეგმა თუ გაქვს შემუშავებული, ციხიდან როგორ უნდა გამოიქცე? ეგ არ დამჭირდება. ვაიმე ნიკა, იქნებ ხდება სასწაული და ის 1% ვერ გააკეთე. ციხიდან როგორ უნდა გაიქცე, ხო უნდა იცოდე. მართალი ხარ მაგაზე არ მიფიქრია, თუმცა გავხსნი მაგ მიმართულებით ფიქრს. აუცილებლად უნდა იფიქრო მაგაზე და იცი რას გეტყვი, ბანკში რო წახვალ ბანკის გასაძარცვად მეც წამიყვანე. ხო, შენ? მეც. აი შენ რაც მინდიხარ იქ საერთოდ რა? რას ქვია რადგინდი ვარ? ყოველთვის ლიკა-ლიკას გაიძახი და ეხა იქ არ დაგჭირდები. ლიკა ჭიქაბობიცი, ლიკა ჩუსტიბობიცი. აი დამშვიდი, შენ იღადავე და მე ბანკს გავიტანე. აუ ნიკა, სად დააგდე ეხა ეს ტელეფონი რა? დავაგდე თუ ავაგდა. რა აგდე? მე არ გაჩუქე ეს ტელეფონი კაცო. სად დაგივარდა ეხა? ის ძალიან გაბზარულის არ არის ეხა. ეს ვინ არის? ვინ? მომენატრეო. გოგო, დედაშვილი იქნება, არ მამიდაშვილი და რა ვიცი, უცხო არ იქნება ეხა ვინმე. ვაიმე გუშინ უნდა შეხვედროდით და ვერ მოახერხა. დავშალე ეგისა და ჩემია ეგა, საერთოდ, შენ ტელეფონი. შენია ნიკა, შენი ტელეფონია ეს, ვისი ტელეფონია? და მაშინ ვირუსი იქნება კაცო ან ჯიმის გოგო ეხა ატყდი აბა ეხა, ჯიმის გოგოს მარი ქვია, ხო? მარი გოგო, მარი ჩვენი მეზობელი, მარი. აბა ვინ იქნებოდა? ვაიმე ვინ არის ჩვენი მეზობელი მარი ნიკა? ჩვენი სიყვარულის გადამრჩენი გოგო. მარი. აჰა, და პლეხანოვზე უნდა შეხვედროდი, ხო? აი პლეხანოველი მარი მე არ ვიცი. ჩვენი მეზობელი ჯიმის გოგო ვიცი, პლეხანოვი წარმოდგენა არა მაქვს. შენი თაფლისფერი თვალები მიზიდავს და ერთი სული მაქვს, როდის ჩაგიკრავს სულში. ეს არ არის რასაც შეფიქრე. ვაიმე არ მინდა ეხა ეს ფილმიდან ფრაზები. რა ფილმიდან ფრაზები, კაცო? ვაიმე შენი შავი თვალებიო. ხო, რა ვიცი მე სადაბას მე შავი თვალები. ვაიმე ეხა ჩაგიშავებ იცოდე. აი ხლა რა ვიღაცა შეეშალა რაღაცა გამოაგზავნა სხვასთან გასაგზავნი ჩემთან და ამისთვის ეხა ერთ ამბავ შემობავთხო. და მესიჯის წერა მაინც ისწავლე რა. სექსუალური ღარ, სველის ტანი გაკ. რა? საფათრო ვერ ვაჭერ ხოლმე. პროსტა იმ ხალს რა უთხარი რა. ნონცო შენი დაბნისბერი რვალებიო. აი პროსტა ვერ უნდა მიხვდეს რომ იდიოტი ხარ და კრეტინი რა.
რა გაცინებს ნიკა? მაცარვალები ეწერა. ხო! არ მეცინება საერთოდ ეხა. მე არ მეცინება. მამა შენი უნდა ვიყო, ხო? მამა შენი რომ ყველაფრის უფლება მომცეთ და მაპატიოთ. ვაიმე, მამა ჩემს არასოდეს არავისთვის არ უღალატია. ეგრევე ცოლად მოყავს ყველა. მაცანე მერე სულისა მოთქმა. გაცალა, ხო მე მგონია რომ პატიოსნებ დაბუნჩულებს სახში. შენ კიდე რა შვები, შენ მოღალატე. შენ სერგო ორჯონიკიძე, შენ ხარხა ნაშვილო. დეგენერატო შენ. და ქართველებს რომ მეზარბაზნეები არ აყავთ ისიცვა. აუ ლიკუნა შემირიგდი რა იქნება რა შემირიგდი თორე ჩავალაგებ იმ დიდ ჩემოდანს და წავალ საერთოდ სახერთან დიდ ჩემოდანში არა ნიკა შაქარი გადმოყარე ერჯერადი პარკიდან და იმაში ჩაალაგე და წაეთრიე კარგი რა მოგივიდა შემირიგდი რა და წავიდეთ კინოში კინოში წავიდეთ არა ხო მაგარი ფილმი გადის აფერისტი 2 დიახ, ცალია. რა თქმა უნდა, შეგხვდები. ვის წერ გოგო მესეჯს? ვაიმე, რა შენი საქმეა, ნიკა? ჰე. რა შქია გოგო, რა ჩემი საქმეა, ა? ეხა გადამრიო თორე უკადრებელს ვიკადრებიცოდე. ვაიმე, მეტი რაღა უნდა იკადრო, ნიკა? სიმპათიურია? ძალიან. სამსახურია აქ? რა თქმა უნდა. ბინა, მანქანა. ყველაფერი. ეგოგო გავუგზავნე ჩემი ფოტო იქნება მე მოვეწონო. ნიკა, იცოდე, ძველ ნომერს გადააგდებ და ახალს აიღებ. ძველ ნომერს გადავაგდებ და ახალს ავიღებ. სახლიდანაც არ გახვალ. სახლიდან არ გავალ. არა, სახლის ტელეფონსაც არ უპასუხებ. სახლის ტელეფონსაც არ უპასუხებ. ძალიან კარგი, შვენიერი. საპირფარეშოში რომ შევიდე, ხო შესაძლებელია? კი. მე მადლობა ღმერთო, რა კარგი ჰუმანური მეუღლე რომ გამომიგზავნე. უღრმესი მადლობა რა. უიმე! ნიკა, თიკა, მაკა, სადა ხართ ხალხო? მომეშველეს რომელია? ოჰო, რა ხდება რა ვინმე სიმღერა დაუწერე და მოგდევე, ხო? არა ბიჭო, არა. ალბათ ბარში დაუკრა და გამოყვა ხალხის დაცემად. არა ბიჭო, მომისმინე ერთავს. ლუგზარ არის ახურავზე ხტება. ცოლმა შემომისწრო საყვარელთანო. ხოლო დამშორდაო თავი უნდა მოვიკლაო. მიშველეთ. კაცო, წამოდი, კაცო. წამოდი, ნიკა. სადა ხარ? ვაიმე, ნუგზარ. არ მომეკარო. ვიდი მე დაველაპარაკე, ჩადი თქვენ, ჩადი. აი, კაი ხო, ნუგზარ. ბიჭო, ნუგზარ. რა გინდა? შემოგევლე ბიჭო ერთი წუთით. მაკეთ ხარეს თინამ სარეცხი დაკიდა. ეხა შენ რომ ის ჩაუწყვიტვან გაუსვარო. ხო ისი რა ქალია ბიჭო რომ მოკვდები ჩამოგაკითხავს და ხელმეორეს მოკლა. შემეშვი რა, შემეშვი. ცოლმა მიმატოვა, ხტები რა მოხდა? მოიცა ერთ მიგატოვა არა ის კიდე. შენ მაგას რო ყვარებოდი სასადილოდან დაგტოვებდა ბიჭო. რა სასადილოსთან შენ ხარ გადაირა და ძაღლი ვარ? ხოც ხო გიყვარს. ხოც კაია. და ცოტა ყიფავდა რა კაცხოვება ბიჭო. მაცადე ახლა. რაღაც უნდა დაგიბარო. მიდი დავიმახსოვრებ, ეკი არა ბიჭო, კოტეს კაი სამგლოვიო რომ მუსიკას დავაწინებ, გეხურე. მე კაიფები ხო? არა, შენ გონია რომ ხუმრობ. მოიცა, ნუგზა, ბიჭო. მე შეგარიგებ შენ ცოლთან, ჰა? რა იქნება? შეგარიგებ? ხო. და იმას რა უყო? რა? მაღაზიის ვალებს. არა, უნდა რა. მოიცა! ლიკუნა აიღებს ხელფას და ჩვენ გადავიხდით. ხო. წამოდი. არა სულ ერთია, მაინც მომკლავს ლომბარდი უნდა მოიცა რა ლომბარდი ბიჭო, სოსო, ჩემი ახლობელია და ასე ჩვენებზე გავაყოფინებ და ნენდელა გადავიხდით ჩვენ. და იპოთეკით დაკმითულ ვალებს რა უყო? შენ რა გინდა ვერ გავიგე მეორე კვირას მე გადავხტე მაქედან? ხოდა გადავხტები. მოიცა! არ დამოუყო ბიჭო, რა მოგივიდა რა. ბიჭო, შენ რა დაგუპავს? პირიქით ჩემთვის უკეთესია რომ შენს ოჯახში ჩემისა და მუქთამჭამელი აღარ შემოვა და აღარ გაგინადგურებს საჭმელს და სასს. შენ რა გინდა ეხლა ვერ გავიგე რა. ცოლმა თუ საყვარელთან შეგისრო, კი არ უნდა თავი მოიკლა. მიდი და ბოდიში მოუხადე.
ახლა მან ამიწყო ჭკუის სწავლება, გამოვიდა რა ესეც, გამრიგებელი ჭკუის. ერთი წამი, რა გითხრა, იცი? არ გინდა და მინდა გადახტი მეწავედი. მოიცა, კაცო, სად მიდიხარ? სად მიდივარ და რესტორანში. უნდა მოვაგვარო ლობიო, შილა, თევზი, ღვინო. თავს ვიკლავ და რა გავაკეთე? კოტი ამოა რაღაცას გეტყვის. მოიცა. ბიჭო, გამოდი აქეთ, გემუდარები, მეტკინა ლაპარაკით ენა უკვე. მაიცა ხა მე მიშვი. ნუგზარ. მაიცა გამანები ახლა. ახლა არ დამიწყო შენც არ გადახტეო. არა, კაცო, არა. ახალი სიმღერა დავწერე უბრალოდ და მინდა რომ მოგასმერიო. გაჩენდი ბიჭო, რა სიმღერა ეხლა გადახტება ნამდვილად. რატო გადახტება ვითომ ეხლა რა მე ბენდი რო დამეშალა თავი უნდა მომეკლა? თავი მომეკლა არა ის შენ ახალგაზრდა ხარ და ყველაფერი წინ გაქვს. წინ მაგ? ხო, რა მაგ წინ? რა გაქვს და შენო სიმღერებს წერ და ტექსტებს შეთიდან რო არ მოიკლა თავის სხვა მოკლავს. და გადახტე მაშინ. მოიცა. გეხვეწები და აწი გაგეცინან და წამოდი, წავიდეთ რესტორანში წაგიყვანო, მოს არ გადახტე, ა? აუ არ გეწყენას რა, ნიკოშ. დღეს არ გამოვა ეგ საქმე. ხვალ სადაც გინდა ეგ წამოყვები. ხვალ არა წამოყვები, დღეს თუ უნდა გადახტე ბიჭო. ხო, მაგრამ 40 დღე ხო აქ უნდა ვიტრიალო მე და წამოყვები. ხო თან მოვისმინე. მომისმინე კაცო შეგაჩედი ერთი წუთით. ბიჭო, დედაჩემა გამომიგზავნა მაგარი ფეხსაცმელები და იმას გაჩუქე. რა ზომა? 53. არ მომივა მე 44 მაქვს. მოიცა კაცო, მოიცა. გადაცვლის ალბათ სად. გადაცვლის არა ისა, მე წინაზე ეგრე მომივიდა და ჭკიბე. სარდაფირო გინდოდა, გახსოვს თურმანიძეები, ჩემი. შენი იყოს. გაჩუქე, მოგონ, გამოდი აქეთ არ გადახტე. რა ჯანდაბათ მინდა ახლა აღარ ძღვინოა, შიგნი აღარც არ არის. ბიჭო 20 ლიტრას დავდგავ, შიგნი 5 ლიტრა არ აქვს. არა. 100 ლიტრი ღვინო, 20 ლიტრი არაღი. ბიჭო, რანაირად დავდგა, არა მაქვს 100 ლიტრი ღვინო და რა გავაკეთე? არა. მაშინ ჩემ გასვენებაში მაინც მოიტანო. კაი ხო ვიშოვი და დაგიდგავ, რა გავაკეთო მე? რა და ახლა ამომიტანე ერთი ჭიქა და გამასინჯე. იქნებ არ ვარ გადა, ტყუილად ხო არ გადავრჩენ. ამას უკვე. რაც გინდა, ის გაკ. აი ეგრე, მაინც სანამ აქ არის. მომისმინე რა, სიმღერას მოგასმენიებ კაცურა. ესე იგი იწყებენ გიტარა, მაინც ადერწავს რა სამოცოცხალე. იწყებენ გიტარა. ნუ გეშინია შენ კოტე. შანსი არ არის დღეს ეს მოკვდა. რატო ბიჭო, რატო რა იცი შენ? გადმომხტარ ხარ მე-9 სართულიდან. ვაიმე, გუგზა. გეხვეწები, გამოდი აქეთ და ეს გადახტეს რა. რა აზია კამის სიცოცხლეც რა გეუნები და. რატო ეხლა რა გინდა, რა ვთქვი ეხლა ესეთი? აბა მოკვდება კაცი. შენ არ გაგიგია რომ სიკვდილის წინ ლამაზდებიანო? ხო გაგიგია? ბიჭო, ისე დღეს ლამაზი კი არის. რა ლამაზი, რა ეთქობა ამას ეხლა სიკვდილის რა. ერთი წუთით მომისმინე, შენ კიდე რა მოგივიდა, ვერ გავიგე რა. თუალები გაისტუმრე ეს, გაყიდე სახლი, ყველაფერი რაც გაგაჩნდა და გადმოდი ჩემთან, მეტი რა გითხრა კაცო. შენ როგორ ვიცხოვრო? ჩემთან ჭამ, ჩემთან სვავ, სად დაიძინებ, რა მნიშვნელობა? არ გამოვა ეგ ამბავი. ხო და გამოგათევ ეხლა მაქე და გაგიგდებ წიყვეს და მე კარგად გამოვაიწოდე რა. ნუგზარ, რა ხდება მანდ რა, ქვემოთ? ქვემოთ? ხო. გზა და მანქანები დადიან. ხო, მე რამ ესეთი დასტოინი მანქანა არჩე რომ მე იქ იბლატაო. კარგი რა, ლიკა ისედაც რა დღეში ვარ და მე кайფები კიდე აი. კი მაგრამ ჩვენ გეკაიფებით, 1 საათია გელოდებით და არც ხტები და არც არაფერს არ აკეთებ. მოიცა, რა შეუბნები გაჩენო. ნუგზარ, შქმერული გავაკეთა ძალიან მაგარი და ეხა მოგიტანო თუ საკურთხისთვის შევინახო, ა? მათყუებ შენ არ გააკეთებდი შქმერულს. აი მე ლიკას გაფიცები. მაშინ წავიდეთ და ჩემთან სარდაფში ვიქეიფოთ. ხო, მაგრამ სად გაქვს შენ სარდაფი, ნუგზარ? არ მქონდა, მაგრამ ნიკამ მაჩუკა წეღან არ გადახტო მის სანაცვლოდ. რა ვიცი, ჩვენ თვითონ ვქირავთ მაგას თურმანიძეებისგან და. რა? ესე იგი მომატყუე, ხო? არა ბიჭო. მორჩა. ეს უკვე საკმარისია. მოიცა კაცო. შენ რა გამოგივიდა, ვერ გავიგე რა. რა მომივიდა? მოველაპარაკებდი ამ თურმანიძეებს რა. ჩადი კაცო ერთი ჩადი. შენ კიდე რაც გინდა გააკეთე. ჩვენ ჩავდივარ შქმერულ შევჭამ. მოიფიქრე, ან ჩვენთან ხარ, ან იმასთან. წამოდი. ვინ არის? მიდი კაცო. ბარკალი და თენძო ჩემია იცი. ბაზარ არ არის.